კეზერაშვილმა გაგვიძარცვა ჯარი ომში, აი მაგ ომში ჯარი გაგვიძარცვა, ქვეყანა გაგვიძარცვა, აი იქ რო გიზით იქ დიდი სამბით გაფუფუნებული და სააკაშვილი კიდე ის რო მილიონი კამპანიები რო აქვს. აი სააკაშვილის დედა რომელ ფულსაც გიხდით თქვენ იმ ლობისტური მეებში, რომ მე საქართველოზე უბედურობები წეროთ. აი ეგ ფული ომში გაძარცული ქვეყნის ფულია, რომელიც სააკაშვილის დედამ 2008 წლის 12 თუ 14 აგვისტოს თავის სახელზე გპ-ის კორპუსები გადააფორმა, ასობით მილიონის ქონება გადაიფორმა. ომის დროს წარმოიდგინე თავში აზრად არ მოგვსულია, რეზერვში ვიყავი, გამოვიქეცით იქიდან, მე აქ რუსთაველზე რო იყო ხალხი ქუჩაში გამოყრილი, მოსახლეობა იქ, აბა იმათ როგორმე დავხმარებოდით, როგორმე იმათვის ყოფა გაგვეუმჯობესებინა იქ, სოზარი მაშინ სახალხო დამცველი იყო, შტაბი გაკეთდა და თუკი ვინმე თელმა ქალაქმა შეიფარა ამდენი მოსახლეობა, ლუკმა გაუყო ხალხმა სახლიდან გამოქონდათ ლეიბები და ისინი და სკოლებში და ბაღებში ძალით რო შევიყვანეთ სხვათა შორის და ეგენი რო არ უშვებდნენ რო გეკითხა ტელევიზორში გადიოდა ვითომ ცხინვალს აკონტროლებდნენ და რატო გამოიქცა ეგ ხალხი წიხლების მტრევით შევიყვანეთ ბაღებში და იმებში არ უშვებდნენ და იქ თელმა ქალაქმა შეიფარა და ამ დროს პრეზიდენტის დედა მთავარსარდლის დედა მიდის იმაში იუსტიციის სახლში და იმას იფორმებს გპ-ის კორპუსებს და მიწებს და მთელ ამბებს კეზერაშვილი კიდე ბრილიანტების საყიდლად დარბოდა თურმე და ვის გვერდზედ გახართ ხალხნო თქვენ მაგათვის ხართ საზარბაზნე ხორცი ისევ გეუნებით მაგათ თქვენ ჭირდებით აი როგორც უკრაინას რაც დამართეთ ეს ახლა და ქუჩაში ეხა უკვე 18 წლის ბავშვებს რო დაუწყეს ეხა დევნა და ჩაწერეთ Google-ი ხო გაქვთ კაცო მოძებნეთ ინტერნეტში ნახეთ რა ხდება მარტო იმას ნუ უყურებთ ნოდარ მელაძეს და იმას რა ქვია კეზერაშვილის ტელევიზიას ნუ უყურებთ მარტო კაცო პარადოქსია პირდაპირ ჩვენი ჯარით გაძარცული ფულით ეხა ვითომ ანტირუსულ ტელევიზიას თუ რაღაცას აფინანსებს და ნახეთ რა ხდება კაცო იქ თქვენ თანატოლებს ნახეთ უკრაინაში მიარბენინებენ ბრონტის ხაზზე წინა ხაზზე რომ ესა დედას შვილს გლიჯავენ ხელიდან და მიყავთ და თქვენ აი რუსთაველზე რო ეხა დროშებ მოფარებულები დარბიხართ აი მაგ ბიძინა ივანიშვილის დამსახურება არის და აი მაგ ხელისუფლების დამსახურება არის რომ ეხა აქ ესეთ შვიდად ხართ და კაცშვილი ხმას ართ მადლობა გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე